ბავშვთა სამყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ბაზრობის შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმო დუბლიორის ყოფილი გარემოვაჭრეები კი საკუთარ ადგილებზე დაბრუნებას მოითხოვენ. 22 ინდმეწარმე ამბობს, რომ ზედამხედველობის ინსპექციის უფროს მერიის ბრძანებით მათ ადგილებს სხვა გარემოვაჭრეებს უნაწილებენ. დედაქალაქში გარევაჭრობა 10 აგვისტოს მერიის გადაწყვეტილებით აიკრძალა. ბაზრობა დუბლიორის მოვაჭრეების ნაწილის თქმით, სამუშაო ადგილები უკანონოდ დაატოვებინეს, რადგან ხელშეკრულებები მათ 2010 წლის 1 იანვრამდე ჰქონდათ გაფორმებული. თბილისის მერია შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმო დუბლიორის ტერიტორიაზე გარემოვაჭრეების დასაქმებას ადასტურებს, თუმცა სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებს. ამხარეს კარგი ჩვენ ავდექით, არაფერი პრობლემა არ ყოფილა ავდექით. მისვენე გადის 2 თვე, მშვიერი წყურველი ქუჩაში ვართ, არა გვაქვს სამუშაო, არა გვაქვს ადგილი. მიუხედავად იმისა, გარემოვაჭრეების პროდუქციები ვინც ვაჭრობდა, ყველას მოუნახეთ ადგილი და ბაზრობაში შეუშვათ. ჩვენთვის არავის არ მოუხედავს. ეხლა გადის დრო ზედამხედველების სამსახურს შემოყავს ახალი მერიის გამოგზავნილი, ვითომ გამოგზავნილი, შეყავს დირექციაში, უფორმებს ახალ ხელშეკრულებას, უფორმებს და ჩვენ შევედით და შევაჩერეთ ახალ ხელშეკრულებას და ამბობს, რომ დაისმება იმ ადგილას, სადაც ვიდექით თქვენ. გარევაჭრობას ეკუთვნით და არაფერს არ იხდიდითო თქვენაო, სინამდვილეში ვიხდიდით, ეგერ არის ჩვენი ის უფროსობა აგერ არის და შეეკითხეთ მაგას სულ ყველა ვიხდიდით 15 წელი ამ ბაზრობაზე ვდგავარ, ზოგი უფრო დიდი ხანია რო დგას. ხო და ხელშეკრულება არის ყველაფერი 2000 ახლა იანვრის ბოლომდე, ახლა 2010 წლის ბოლომდე არის ხელშეკრულება ხელი მოწერილი ყველაფერი გვაქვს. 2-3 თვე აქვს ვატყუებე, რომ იქნება ვაკეთებთო პროექტსავო, გადავხურავთო, გაგიკეთებთო, მაგრამ ეს ყველაფერი ტყუილი შეიქმნა. მოვიდა ახლა კაცი მოიყვანეს, რომელიც მერიიდანო გამომაგზავნესო, რომ მე უნდა დავდგე აქაო, რას ქვია მეთქი, მე ვუთხარი, მე ვდგავარ, აქ რამდენი წელია მეთქი ბანკის ფულები და რამდენი ვალები მაქვს მეთქი, მე ვუთხარი და შენ დაგაყენე მეთქი, მე ვუთხარი, არ ვიციო, მე მერიიდან გამომიგზავნესო.